ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. რატო არ იცოდა ჩემმა ოჯახმა, რატო არ მომეცით სარის განხორციელების უფლება? სამშობლოს სიყვარულისთვის ზის. მე ამაყება. იქნება სახელოვანი. თავაწეული ვივლი ჩემ შვილებთან ერთად. შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს, შენი ქვეყანა უნდა დაიცვა ყველასგან. სულ ეს ქონდა ხოლმე, რომ გვასწავლდა სამშობლოს სიყვარულს. მე ვარ ნანა არჩაია, ჯანო არჩაიას მეუღლე. მე ვარ ნია არჩაია, ჯანო არჩაიას უმცროსი შვილი. აქ ამ ბიჭები ხართ? რა ვიცი, დედი, შენ არ ყავხარ. როგორ სხვანაირია მამა? და აქ შენ და მამა შეყვარებულები ხართ? ამ დღეს გავყები. ამ დღეს გავყვა. ჩემი მამამთილი იყო ძალიან კარგი ადამიანი, სამშობლოს მოსიყვარული. და შვილებიც ესე გაზარდა, მე ასე ვიცი. მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ. გალის რაიონს სოფელ აჩიგვარაში ვცხოვრობდი ჩვენ და ჩვენ მეზობლად იყვნენ ესენი, მაგრამ ბევრი ხნის მოსულები კი არა. ბაბუას შვილი რო დაეღობა, ზუგდიდელი იყო ბაბუა და ბაბუას შვილი რო დაეღობა, მე ამ შვილის ნაცხოვრებ სახლში არ ვიცხოვრებოდა, გადმოვიდნენ ჩვენთან აფხაზეთში. ხო და იქიდან გავიცანი ჯანო. 13 აგვისტოს გავყევი. მე ცოტა ხანი იქ ვიყავით, მე ომი დაიწყო. ჩემი მეუღლე 92-93-ში აი იმ ომშიც არის დამყოფი. პატარები ვიყავით. 16 წლის იყო ჩემი მეუღლე. ყველა ომობდა, ვისაც რაღაცა შეეძლო. მე უკვე ძალიან იქით სოხუმისკენ ძალიან რო წამოვიდა სვისა. ბაბუამ შვილი ბიჭი ერთი ყავდა და ბაბუას გაზრდილი იყო ჩემი მეუღლე. და ახლა შენსგანაც რამე რომ მომივიდესო და გადმოიყვანა აქეთ. იმის მერე აქეთ თბილისში ვიყავით. მკვლელობა რო იყო, ისიც აქ ნანახი ოჯახებში როგორ უვარდებოდნენ, ისიც აქ ნანახი და ეს იყვნენ ყველა რუსები. და იმის მერე აქ ამ ხალხი, ამ რუსების ზიზღი. მერე 9 აპრილი, მერე რა ვიცი, იქით, სულ ამ იმაშია ჩართული. სულ ერთი ის მაქვს ხოლმე წინადადება, რომ ჯანო, რომ გაიცნოთ როგორია, ჩემი ახსნა ალბათ ცოტა ისე იფიქრებს ხალხი, რომ აი მამაა მაინც და ძალიან აბუქებსო, მაგრამ აი რომ გამოვა, ყველა სოუნები აი ჯანო რომ გამოვა და გაიცნობთ ჯანო, მე რა მივხვდებით, ვინ არის და რა კაცია, როგორი კაცია. სულ ეს მაქვს ხოლმე. რა მარტო მამა არ არის ჯანო რაღაც ისე ყველას ესე ვეუბნებ ხოლმე, რომ ჯანო ძმაკაცია, ჯანო მეგობარია, ჯანო დაქალია, მე საიდუმლეა. ყველაფერია ჯანო, რაც კი შეიძლება რაღაც ოჯახურთან, კარგთან, ტკბილ მოგონებასთან დაგაკავშიროს და გაგახსენოს. აი ეს არის ჯანო ჩვენთვის. ზოგადად ჩვენი სახლი ძალიან ხმაურიანია. იმ კუთხით, რომ ჩვენ სახლში სულ რაღაც პოზიტივია, სულ სიმღერაა, სულ ცეკვა. აი ნებისმიერ დროს შემოხვიდე, როცა ჯანო სახლშია, ან ჯანო ცეკვავს, ან ჯანო და ნანა ვალს ცეკვავენ, ან რაღაცას თამაშობთ, ან შვილიშვილებთან ერთად რაღაცებს აკეთებს. როგორც მეუღლე, არაჩვეულებრივი ადამიანი. სადაც წასულა და სადაც საზღვარგარეთ წასულა თუ რუსეთში იყო თუ სადაც იყო, უჩვენოდ, უჩემოდ მაგას ერთი დღე არ გაუთენებია. ყველა მიცის, რომ ჩემი და ჯანოს დამოკიდებულება არ ვიცი. ჩვენ ცოლ-ქმარი კი არა, ვართ და-ძმად, ვართ მეგობრები, ძმაკაცები, რა ვიცი, რა უწოდო მეტი. ჯერ ბაბუობებისგან მახსენდება ხოლმე, რომ აი სულ ამას გვიმეორებდა, რომ უნდა გიყვარდეს და მე განსაკუთრებით მამისგან, აი რომ რაღაცას ვეკითხებოდი, მამა, მქონია ეგეთი კითხვები, როცა არ ვიცოდი რა ხდებოდა, რას საკეთებდა, აი რატო დადიხარ, აი სულ ის ქონდა ხოლმე, რომ შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს, შენი ქვეყანა უნდა დაიცვა ყველასგან. თუ საჭირო გახდება წინა ხაზეც უნდა წახვიდე. აი სულ ეს ქონდა ხოლმე, რომ გვასწავლდა მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულს. იმას გვასწავლდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, უკან არ უნდა გაგვეხედა და რაღაც უკან არ უნდა დავხეულიყავით ყოველთვის წინ. აი ესე წინა ხედვით უნდა წახვიდეო, ეს ქონდა ხოლმე ჯანოს სულ.
რაც თავი მახსოვს და ჩემი მახსოვრობა არსებობს, ყოველთვის მამა იყო ჩართული ამ ბრძოლაში. ყველა აქციაზე, აი ამ ბრძოლაში იყო ჩართული მაქსიმალურად აქტიურად, განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში, რაც კობახიძემ გამოაცხადა მაგის მერე, დივანზე იჯდა და უცებ აი ძალიან გაბრაზებული ხმით და ცოტა ბილწი სიტყვით წამოხდა, რომ აი რაღაცა და ყველა გამოვარდით ოთახებიდან, რომ რა ხდებოდა და ძალიან გაბრაზდა, რომ რეებს იძახისო, ანუ რას აკეთებსო და პირველი რეაქცია რაც იყო, რომ ტელევიზორში ნახა, რომ ხალხი აი წამის მეასეთში მოიკრიბა და აი არ ვიცი როგორ მოხდა ეგ ყველაფერი, მამიკოს მანქანის დაქოქვა და უცებ ვერც გავიაზრეთ, სად მიდიოდა, რა ხდებოდა, ტელეფონის სკროლა დავიწყეთ, რა მოხდა ეგეთი. აი მამიკოს ჩაცმა და ჩემი ძმა. პირველ რიგში ეს მისდევს ხოლმე რაც არ უნდა იყოს. ჩემი ძმა და მამა ჩემი აი წავიდნენ და ნუ აქციიდან მირეკავდა რომ აი ესე ხდება, ისე ხდება, ესეა, ისეა, ნუ იქიდან მაწვდა ხოლმე ინფორმაციებს რომ არ მენერვიულა. არავში ეძინა, სველდებოდა, თან მამიკოს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს სამწუხაროდ და ბოლოს უკვე ხვეწნა მიწევდა, რომ გეხვეწების სახში მოდი, იმიტომ რომ უკვე ხველა ქონდა დაწყებული ასმური სიცხეები და სულ ეხვეწებოდი ხოლმე, რომ აი მას სახში მოდი გამოიცვალე, ნორმალურად შეჭამე, მაგრამ არა, ანუ კატეგორიულ უარს ვიღებდი იქიდან წამოსვლაზე. მე რო წამოვიდე, სხვაც წავა და ესე არაფერი არ გამოვა, აი ძალიან მტკიცედ არის ხოლმე განწყობილი. თუ ჩაერთო всё, აი მან სრულდება ყველაფერი, ვერავინ ვერ აფიქრებინებს ჯანოს, რომ რაღაც გადააფიქრებინო და შეაცვლევინო აზრი. ყოველთვის მეტყოდა, წამო ერთად, ჩემთან ერთად წამოდი, მაგრამ ეს ცუდად რო ვიყავი და რაღაცა სულ თავს ვიკავებდი. მაგრამ მე რო დაიჭირეს ჯანო და იმის მერე არა, უნდა დავდგე ფეხზე და უნდა ვიარო ჩემ შვილებთან ერთად. სულ იქ ვიყავით აქციაზე. 5 დეკემბერს მამიკომ ყოველდღილა ესე იწყება ხოლმე. მამას მივყავარ სამსახურში და მე ნუ მამა მიდის თავის საქმეებზე და ყველაფერი ხდება. უნდა დამტოვოს და საღამოსაც გამომიაროს. დილით ავდექით, მოვემზადეთ, მამიკომ სამსახურში წამიყვანა, ოღონდ რო წამიყვანა, კარი რო გავაღეთ ჭიშკრის, ეგრევე თვალში მოხვდა მანქანები დაბურულები, რომ იდგნენ აშკარად, რამოდენიმე დღე იდგნენ თან და თვალში მოხვდა მანქანები და ეგრევე მამამ თქვა რომ ეს უეჭველიო ჩვენთან არიანო და ძალიან ისე იუმორში გაატარა. წავედით სამსახურში და გზაში ვხედავთ რომ აგვედევნა მანქანა ერთ-ერთი დამსვა მამიკომ სამსახურში და ზუსტად 1 საათში არც კი ვურეკავ მამას რომ რა ხდება სათხარ თქვა აი მანდ გაწყდა ყველანაირი კომუნიკაცია ჯანოსთან. დილის 12-დან ხდება ეს უკვე დილის 12-დან საღამოს 8 საათამდე არანაირი კავშირი არ მაქვს არც ძმასთან, არც ჯანოსთან. დავრეკე ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. ეს იყო იზოლატორი, პოლიცია, სადმე თუ შემეძლო ხმამი მეწვდინა, ყველგან დავრეკე. ვერსად ვერ გამცეს პასუხი და სადაც დააკავეს ავჭალის პოლიციის ტერიტორია, ეზოა. ბოლოს, ჩემს ძმას რაღაც პრობლემები ჰქონდა პირადი და იქ უნდა ჩასულიყვნენ პოლიციასთან. მაგის მერე პოლიციასთან რომ გაქრნენ, всё, აი მანდ გაწყდა ყველანაირი კავშირი. 9 საათამდე მე არ ვიცოდი, კი ვიცოდი ტერიტორიულად რომ ავჭალაში ვიმყოფებოდი, მაგრამ ვიყავი მანქანაში გამოკეტილი. ხელდორგილებში. ჯანო და რეზი რომ მივიდნენ პოლიციასთან, უცებ გაჩერეს, ჯანო გადმოიყვანეს და ხელები გაუკავეს. ჩემი ძმა ცალკე გააჩერეს და ცალკე მანქანაში ჩასვეს. ჯანოს კითხვა რომ დაუსვია რომ ანუ რატო მაკავებთ, რა ხდება, გამაგებინეთ, არავინ არ იცოდა იმ დამკავებელმაც კი რის გამო აკავებდნენ, ანუ რა დააშავეს. თავიდან ვითომ შენო უბნიდან გამოდიოდიო და ვიღაცა შეაგინეო და მაგიტო გიჩივრესო და დაგიჭირეთო, მერე იყო რაღაც ზემოთო ბიჭებიო მანქანას აბზრიალებდნენ, ნუ რაღაც აბსურდები მოაყოლეს. ჩემ ძმას ხელი ქონდა დამაგრებული სახელურზე სადღაც, ალბათ შეეშინდათ რომ გაგწეოდათ, მამიკო წინ იყო. რო იხსენებს ჩემი ძმა იმ მომენტს, მამიკო გადმოუყვანიათ მანქანიდან და უცებ პირველადი შიში ჩემი ძმის რაც იყო, რომ ხელი არ დაარტყან, იმიტომ რომ ფიზიკურად მამას ჯანმრთელობა მაგდენს ვერ აიტანდა. საკმაოდ რთული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. რო მანქანიდან გადმოუყვანიათ, პირველი ჩემი ძმის რეაქცია იყო, რომ რას აკეთებთ? ცემას ხო არ აპირებთო და რა თქმა უნდა რა ადამიანური პასუხები. ჩემი ძმა რო ეკითხებოდა რა ხდება, გამაგებინეთ, მეც მიჭერთ თუ რას აკეთებთ.
ხო, პასუხი არა. და ერთ-ერთი პოლიციელისგან ყოფილა, რომ ჩემთვის ნერვიულობას რო ხედავდა მამა რო გადაიყვანეს, ჩემი ნება რო იყოს, ძვლებში დავლეწავდი ჯანოზე. ამ ხელა კაც იქ რა უნდა? აი ეს რეაქციები აქვთ ქონიათ. ამ ხელა კაც იქ რა უნდოდა, რას დადიოდა. აი ძალიან მაქსიმალურად აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მთელი დღე ორთაჭალიდან დაწყებული რამე თუ არსებობს თბილისში შენობა ყველაფერი მოვიარეთ. თან დედას დიაბეტი აქვს, ეს ცალკე მირეკავს, მამა არ პასუხობს და რა ხდება? და სულ ესე ვატყობდი, რომ აი და აქციაზეა და ხმაურია და ვერ იგებს და კარგად არის, ნუ გეშინია. საღამოს 8 საათზე მოუყვანიათ სახლში, მე კიდე ამ ძებნაში ვარ, მამიკოსი. მოუყვანიათ სახლში და ნუ დედას როგორც აღნიშნე წეგან დიაბეტი აქვს, ძალიან ემოციური ქალია, უზომოდ ემოციური. და ჩემს უთხოვია ამ პოლიციელებისთვის, რომ ჯერ შემიშვითო მეო, იმიტომ რომ ჯანოს რო ხელბორკილებით დაინახავსო, შეეშინდებაო. შემოუშვიათ და ნუ ჩემმა ძმამ გააფრთხილა დედა, რომ დე პოლიციელები არიან, ნუ გეშინია, ჩვენ ვართ, კარგად ვართ. კარი გაიღო თუ არა, სადღაც 15-20 კაცამდე შემოვიდა ყველა შავებში ჩაცმული. ნუ რა თქმა უნდა, დედა ცუდად გახდა, გაითიშა მომენტალურად, აი წამიერად გული წავიდა ამ შიშისგან, რომ ჯანო დაინახა ხელბორკილებში. და ელემენტარული ადამიანური მომენტი იყო ის, რომ სასწრაფოსთან დაერეკათ, ან რაღაც ემოქმედათ, სანამ ჯანო მყვირილი არ ატეხა, რომ ქალი მოკვდებაო, იქამდე არც სასწრაფოსთან დაარეკინეს, არც წყალი მიაცემინეს, აი ძალიან აი არაადამიანური ფაქტორი იყო ეგ უკვე. თქვენი სახლში მოსვლის შემდეგ სასწრაფოს გამოძახებაც დაგჭირდა, მეუღლე გამიხდა, ცუდად გეხვეწებოდით, ჯერ რამდენი ხანი სასწრაფო გამომიძახეთ, კალი დიაბეტიანი მყავს მეთქი. რო შემოვედი, პირველი კითხვა იყო, მა რა დააშავე თქო და რა ვიციო, ძალიან ისე ბედნიერი სახით იდგა მამაც, აი არა შეშინებული არის ყოველ შემთხვევაში, რისი იმედიც ჰქონდათ ალბათ, რომ ჯანოში აშინდებდნენ, ჩაუვარდათ წყალში ყველაფერი. რა ხქენი მეთქი და რა ვიციო, რაღაცა მისროლიაო თურმეო და მაბრალებენ და ვერ მოარტყი მე მეთქი, ანუ ძალიან გაუბრალე, ვერ გაარტყი მეთქი. და აი როგორ გამომხედეს იცი და აი დამიწყეს მორალის კითხვა, რომ აი შენ იცი ევროპაში, რომ ევროპა გინდა რას აკეთებენ და საფრანგეთში ხალხს რას უშვებიან და მეთქი თქვენ იცით ხალხი რას აკეთებს მანდ თქო და აი ძალიან ისე ერშზე წამოვიდნენ და აი სახლი როგორ გადაატრიალეს იცით, აი გეგონებოდათ, რომ რაღაც შემოაგდეს ბომბი თუ არ ვიცი, კარადები, რამე თუ იყო, აი სარიცხი მანქანიდანაც კი თუ იყო რაღაც ტანსაცმელი, ისიც კი გადმოყარეს. და მამიკოს საძინებელში იპოვეს საქართველოს დროშა. და აი, ნახე, დროშა აქვს სახლში, ქართველ კაცს და ეს უეჭველი ისე და რაღაც ძალიან ისე დაიწყეს ლაპარაკი და ნივთით მტკიცებულებად წაიღეს ის ქურთუკი მამასი, რომელიც არასდროს არც მია აქციაზე. ჯერ ორთაჭალაში გადაუყვანიათ და როგორც ჯანო იძახის, მიმიყვანეს და ეგრევე გამომიყვანეს, ვარ შეუყვანივართ და დიღმის იზოლატორში იყო 2 დღე. აი ეს 2 დღე რაღაც პანიკური ის იყო, რომ აი სულ იმედი მქონდა, რომ აი ალბათ ადმინისტრაციულით დაიჭერენ და ჯარიმით ან რაღაცით გამოუშვებენ მეთქი და ნუ არა სამწუხაროდ წელიწად ნახევარია თითქმის უკვე დავდივართ სასამართლოებს. განჩინება შეიძლება გასაჩინდეს მისი გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის საოპერაციო სასამართლოში. რა თქმა უნდა ძალიან გამიჭირდა, რომ რაღაცა უცბად ერთ დღეში უცბად და დავრჩი შვილებთან ერთად მარტო. ის ერთი წელი არ ვიცი, აი არც მინდა გახსენება, რომ ის ერთი წელი ისე ძალიან ძიმედ გავატარე მე ის ერთი წელი. შვილების სვა მეტყვიან დე არა უშავს დე მოვა ერთი წელი გავიდა, ის ერთი წელი გამიჭირდა, უკვე მართლა არ მაქვს არც სატირალი, მართლა არ მქონდა, მაგრამ მაგ დროს კი არ ვიჯერებდი ამას. მეგონა რაღაცა სასწაული მომივიდა და სასწაული და არასდროს არ ვნახავდი ჯანოს, მაგრამ მართლა არ მქონია სატირლად საქმე. სამშობლოს სიყვარულისთვის ზის. და იმის იმედი მაქვს, რომ იქნება სახელოვანი, მე ამაყება. თავაწეული ვივლით, ჩემ შვილებთან ერთად. პირველი ეტაპი იყო რაღაც აი მეგონა ჯოჯოხეთის დასაწყისი იყო ეს და მართლაც ეგრე აღმოჩნდა, იმიტომ რომ სახში რო შემოვდივარ, დღემდე ესეა რომ შემოდიხარ, სიწყნარია, სიჩუმეა, აი საერთოდ სხვა არის. აი ყველაფერი შეიცვალა. ბევრი რამე დამაკლდა.
მოლაპარაკე დამაკლდა ვისთვისაც ჩემი ძლია რაღაც ჩემი საიდუმლო უთხრა, ჩემი ტკივილი უთხრა, რა მაწუხებს ის უთხრა, მოუყვე სამსახურის მერე როგორ ვარ, რა მოხდა სამსახურში, ყოველი დღე ის იყო, როგორ გაატარე სამსახურში, აბა რა მოხდა, ვინ მოგიშალა ნერვები. და ძალიან დიდ დანაკლის გამიცდით არა მარტო მე, არამედ შვილებიც და შვილიშვილებიც. და მათ შორის მაქსი, რომელიც 2 კვირა დეპრესიაში ყავდა და ამ დეპრესიამ გამოიწვია მისი თვალის პრობლემა და დღემდე აი ესე ვუმალავთ ხოლმე ჯანოს, მაგრამ ეხა გაიგებს. აი სამსახურში რო ვარ და რაღაცა, ყველა მიცის, რომ ტელეფონი დარეკავს და მე რაც არ უნდა, მე თეთრეულებზე ვარ იქა. სასტუმროს თეთრეულები მოდის და ირეცხა და კეცავ და რაღაცა. რაც არ უნდა მეჭიროს ხელში, ჩემთვის აი ჯანოს ზარი არის, არ ვიცი. ჩემი შვილები მეტყვიან ხოლმე, დე რა არის ახალი ცოლ-ქმარი რო ხარ, ცხოვრების ბოლომდე ისე უნდა ვიყო, მე ვთხარ. პირველი საზრუნავი რა თქმა უნდა და კითხვა რაც იყო ჯანოსი, როგორ იყო დედა, რას გრძობდა ხოჯამთელად იყო და შვილები რას ვფიქრობდით. მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრი, როგორ ვიყავით განწყობილი მამის ამ პროცესთან დაკავშირებით. ცუდად ხარ ვიყავით განწყობილები, რას ვფიქრობდით და მეთქი მან უგეშინია თქო ყველაფერი კარგად არის თქო და ძალიან ვამაყობ შენით მეთქი რა და არინ ფიქრო მეთქი იმაზე რომ აი რაღაც ცუდი გააკეთე და ამის გამო მე ცუდად ვიგრძნობ თავს პირიქით მეთქი ან საერთოდ პირიქით არის ყველაფერი თქო და იმდენად გვერდში გიდგას ყველა მეთქი რომ ანუ არც ერთი წამით თავი არ დაწიო თქო და იქიდან მოყოლებული პირველი პაემანი იყო ჩემი დაბადების დღე 17 იანვარს ჩაგვენიშნა პირველი პაემანი 5 დეკემბრის მერე პირველად მაშინ ვნახეთ იქიდან მოყოლებული ჯანოსი ემოცია და სათქმელი არის რომ ყოველთვის აქეთ გვაფრთხილებს თუ მოვიწყენთ რა თავი აწიე მაღლა იყურე რატო ხარ ესე ანუ მე ძალიან კარგად თუ არ აქ თქვენ მაკლი ხართ თორე აი აქეთ გვამშვიდებს ხოლმე ხა ციხე ვიცით ყველამ რომ დასასვენებელი ადგილი და კომფორტული ადგილი არ არის ბევრი სირთულეა ბევრი ემოცია ბევრი ტკივილია და დარდია მაგრამ ყოველთვის აი დღესაც რო დარეკავს ხოლმე აქეთ გვამშვიდებს გვამხნევებს და პირველი კითხვა აქვს ხოლმე რა ქენით დღეს სამსახურში რა მოხდა და რამე სიახლე ხო არ არის და ეს აქეთ აქვთ ხოლმე რა რაღაც დამამშვიდებელია მამა ჩვენთვის ვაპირებდი ჯვრის დაწერას და 13 აგვისტოს მინდოდა ჯვრის დაწერა და ჯანო დააკავეს და გადავდეთ. ახლა რომ მოვა, უნდა დავიწეროთ ჯვარი. იქიდან მეუბნება სასამართლოზე რომ მე ხელახლა უნდა გთხოვო ხელიო და ნიას ეუბნება დედიკოსო კაბა თეთრი კაბა შეუკერეთო ან უყიდეთო და ესეთი აი არ ვიცი მართლა კაცი იტყვის რომ აი ცოლ-ქმარი რაღაცნაირად ერთმა ჩემს მეტი განა ჩემს მეტს არ ყავს კაცო მეუღლე მაგრამ არ ვიცი ჩვენ რაღაც სხვანაირად ავართ ბევრი ფოტოები გვაქვს ბანერები ისინი ამის გარდა კიდე გვაქვს შენახული მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით გვიდევს იმიტომ რომ აქ არის ჯანოს თანამშრომლების წარწერები ოჯახის წევრების და აქციის ბავშვების წარწერები და სურვილები ამას ვინახავთ რომ გამოწაიკითხოს ყველა სურვილი და ყველას რაღაც თბილი სიტყვები ერთ-ერთი რასაც ველი ესაა ჯანოს იმ კარებიდან გამოსulis დანახვა არა მარტო ჯანოსი იმ საოცრად მაგარი ბიჭების უბრალოდ ხანდახან ის მაოცებს ხოლმე რომ ამდენი ძალიან მაგარი ადამიანი როგორ დაახლოვა ერთმანეთს ეს როგორ შეძლეს ჯერ ბიჭები მერე მაგათი ოჯახები იქ სასამართლოში რომ მივდივართ ხოლმე ის გვიხარია რომ ოჯახის წევრები ვნახულობთ ერთმანეთს იმდენად ძალიან ახლოს ვართ იმ ბიჭებს ვნახულობთ და ზოგადად ის რომ ნახოს ხალხმა ვინც არ იცის რა ხდება და ამ ბიჭებს ამტყუნებს რაღაც ესე ვიტყვი მოვიდნენ ერთი სასამართლო და გადახედონ ჩვენი ბიჭები როგორები არიან რეალურად ძალიან მარტივად მიხვდებიან სახეზე რომ შეხედავენ იმათ მომღიმარ სახეს რომ ნახავენ რომ ჩვენ დანახვაზე როგორ უბრწყინავთ თვალები მარტივად მიხვდებიან როგორი ადამიანები არიან მამა მიცის ყველაფერი ჩემგან მაგრამ აქედან მეტყვი რომ რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის თავაწეული იყავი ჩვენ შენით ძალიან ვამაყობთ და ძალიან გვიყვარხარ. იმან სასამართლოზეც განაცხადა თქვენ დღეს ამ წუთას რო აქედან გამიშვათ, სახში კი არ წავალო პირდაპირ წავალ აქციაზე. და გააგრძელებს კიდეც ბოლომდე. ბრძოლა ბოლომდე.
რა თქმა უნდა, მაგასთან ერთად ჩვენც. ადამიანი ცulis დროების ადამიანი